Სტომარი გახლავთ ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი. ბატონო ლევან, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ ვაჟაზე, ყველა ხედავდა მის კონტურებს, ვერავინ ხედავდა მას მთლიანად. და პრინციპში რამდენიმე ლექციაზე ამტკიცებთ, რომ დღესაც ასეა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ ვაჟა აღიქვას არა მხოლოდ კონტურებით, არამედ მთლიანად? ძალიან ცოტა რამ არის საჭირო არის მისი ტექსტების წაკითხვა. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ტექსტებს კითხულობენ, ასწავლიან და შიგრად წერია, იმას არ აქცევენ ყურადღებას. და ეს როგორ ხდება, ვერ გეტყვით, რანაირად ხერ ხდება. შესაძლოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დავშორდით იმ სამყაროს, იმ ენას, შეიძლება არ გვესმის უბრალოდ და შეიძლება იმიტომაც, რომ არ გვინდა დავინახოთ იქ რაც წერია. მაგალითად არ გვინდა დავინახოთ, რა დიდი კოლიზია არსებობს ვაჟა-ფშაველასა და თქვათ ეკლესიას შორის ალუდა ქეთელაურის მიხედვით. არ გვინდა ჩხუბი, არ გვინდა დავიდარაბა, არ გვინდა წინააღმდეგობის დანახვა. გვინდა მივჩქმალოთ ის კონფლიქტი, რომელიც იყო ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთელს შორის და მივაწეროთ რაღაც მამაშვილურად გადავწყვიტოთ ეგ ამბავი, რომ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ შევარიგოთ. ხო, რაღაცნაირად წარსულში შერიგება. ეს დაახლოებით იმას გავს, როგორც გვინდა შევარიგოთ ილია ჭავჭავაძე და ნოე ჟორდანია და ყველა კარგი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ვაჟა-ფშაველა ნამდვილად იმსახურებს, რომ უფრო გულწრფელად წავიკითხოთ რასაც ამბობს, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველა იმდენად აღემატება თავის ეპოქას და იმდენად უსწრებს თუნდაც ჩვენს ეპოქას და იმდენად შორსაა წასული ჩვენი ცნობიერება, იმდენად ვერ ეწევა მას, რომ იმსახურებს, იმის აღნიშვნას მაინც სად არის მისი ნიშნული, რა სიმაღლეზეა, რომელ სფეროშია. ვაჟა-ფშაველა არის კაცი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება და იდეალი, რომელიც მან დახატა, ერთმანეთისგან დაშორებულია რამდენიმე საუკუნით. ასე ჩვენ მას დიდად ჩამორჩებით და ამის აღიარება არ გვიყვარს ხოლმე ახლა გასაგებია რატომაც. თქვენ ახსენეთ აკაკი წერეთელი, ისეთ რამე თქვა, რომ ენას გიწუნებ ფშაველაო. რას გულისხმობდა თუ შეიძლება რომ გამოვიმართოთ? აკაკი წერეთლის ამ ლექსში ნათქვამია, რომ ვაჟა-ფშაველა არის კარგი პოეტი, თესავს მარგალიტებს, მაგრამ ენას უწუნებს, ფშავში ნამყოფი არ ვარო და მერე ბარიდან პოეტების მოკითხვა შეუთვალა მთიულებს, ასე ვთქვათ. აკაკის ეს ლექსი არის დაწერილი ღმერთის პოზიციიდან, იმ კაცის პოზიციიდან, რომელსაც ჰქონდა აღიარება და ყველაფერი, რომელსაც ყოველ წელს უტარებდნენ იუბილეებს და სხვა და ამ დროს მზადდებოდა ვაჟა-ფშაველას იუბილე. როცა გამოქვეყნდა აკაკის ლექსი ენას გიწუნებ ფშაველო, იქ ორი მომენტი არის, ენის მომენტი არის და ფშავის მომენტი არის. ვაჟა-ფშაველამ ძალიან მტკივნეულად აღიქვა, სწორედ ის, რომ ფშაველად იყო მოხსენიებული. მე მგონი ახლა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვაჟა-ფშაველა არის მსოფლიო პოეტი. ახლა ფშავის და მთიულეთის მისი დაკეტვა შეუძლებელი არის, მაგრამ ამ ლექსით აკაკიმ გამოხატა თავის დამოკიდებულება. უნდა ითქვას, რომ ჟურნალში, რომელშიც რედკოლეგიაში იყო აკაკი კვალში, ვაჟა-ფშაველას არ ბეჭდავდნენ როგორც სუსტ პოეტს. ახლა დრო გავიდა ძალიან კარგად გაირკვა, ვინაა სუსტი და ვინ არის ძლიერი, მაგრამ ასეთი მდგომარეობა იყო. ვაჟას ეწყინა, იმ წუთას არ უნდოდა ეპასუხა, მით უმეტეს ამ ლექსის მერე ჩაიშალა მისი იუბილე, არ შედგა. საერთოდ მასთან დამოკიდებულებაში ჩვენ ვალში ვართ, გასაგებია. თავიდანვე ვერ დავგზავნეთ დაწმინდაზე, ამაშიც ვალში ვართ, ვერ გავიგეთ ბოლომდე. ელექტრონი არ ესმოდაო, გაუნათლებელი უწოდეთ, მოკლედ ბევრი რამ თქვით. ყველაზე უფრო წინ წაწეული ვინც იყო ჩვენ შორის, იმაზე ვთქვით, რომ ჩვენზე ჩამორჩენილიაო. აკაკი წერეთელმა სამწუხაროდ ამაში მიიღო მონაწილე, არ მოწონდა ვაჟა-ფშაველა, ეს არ არის გასაკვირი, ტოლსტოის არ მოწონდა, შექსპირი, ასე რომ არაფერი არ არის. არც ვაჟა-ფშაველა გიждდებოდა აკაკი წერეთელზე, ქალიშვილს უთხრა, თვითონ რა ჩხაპნისო, ასე რომ ამის მერე იყო პასუხი. და იქ ამ პასუხში ჩანს, რომ თქვენ წუხილის ამბავი არის ფშავლობა უპირველეს ყოვლისაო და ნუ გეშინიათ არ გაწყენს თიდან ყვირილი ხარისაო. ეს საკმაოდ ისეთი თამამი პასუხი იყო, თუ გავითვალისწინებთ მაგ დროს აკაკი რო ღმერთად ითვლებოდა და ვაჟა-ფშაველა ერთ ხელმოცალულ პოეტად. თქვენ ასე ვთქვით, რომ რუსთაველი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ახლა ვაჟას ენით ვისაუბრებდითო. ენობრივი თვალსაზრისით როგორია მისი შემოქმედება ბატონო? იცით ის ენა, რომელიც ვაჟა-ფშაველას ენა, ზოგიერთ დიალექტიკონია, ეს არ არის უბრალოდ დიალექტი, ეს არის პოეტის ენა, როგორც არსებობს ჰომეროსის ენა. რომ არ ყოფილიყო რუსთაველი და რომ არ ყოფილიყო ეს ტრადიცია, თუ გნებავთ ის ლექსი ნახეთ აკაკიმ რომ იწერა ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ქართულიდან ისიც საკმაოდ შორსაა და ყოლიფერი და ასეთი სიტყვებია გამოყენებული, იქაც არ არის მაინდა-მაინც დიალექტებისგან თავისუფალი.
ვაჟა-ფშაველას პოლიტიკა იყო ასეთი. ის აღწერდა იმ სამყაროს, რომელიც შეიძლება აღწერილიყო მხოლოდ იმ ენაზე. ვისაც ეს არის, მის იმას არაფერი არ ესმის საერთოდ და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ენის დაწუნება ნიშნავს ვაჟა-ფშაველას არ მიღებას, არ გაგებას, ვერ გაგებას. და ძალიან ხშირად სწორედ ამ ენის გამო არის, რომ დღესაც ვიღაცას რაღაცა არ ესმის. ვაჩვენს ენის გამო ვაჟა-ფშაველა 50-იან წლებში მერე სტალინმა დაიწუნა, რომელსაც მაგ დროისთვის ეთყობა გვარიანა დაავიწყდა ქართული საიმისლო ვაჟა-ფშაველას ენა გაეგო და თქვა, რომ ენობრივი პოლიტიკაში არ იყო მართალი და მართალი იყო აკაკი და სხვა. ამ თვალსაჩინით, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო რუსთაველი, ვაჟა-ფშაველას გენია მოგვახვევდა თავს ამ ენას და ალბათ ავლაპარაკებოდით ამ ენაზე, უბრალოდ რუსთაველის მერე ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთ რამ. ვაჟა-ფშაველამ გააკეთა ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც არავის არასოდეს არ გაუკეთებია, მაგრამ მე-19 საუკუნეში ისე დაიწყო ქართული ლიტერატურა, თითქოს იგი არ არსებობდა. მითოსიდან ხელახლა შექმნა ქართული ლიტერატურა, როგორც ილია ჭავჭავაძემ ნულიდან და არაფრიდან ხელახლა შექმნა ქართველი ხალხი ამავე დროს. ასე ეს იყო დიდი აღმოჩენების და დიდი განსაცდელის საუკუნე. ვაჟა-ფშაველასთან ჩვენ ვალში ვართ, იმიტომაც რომ მან მთელ მსოფლიოს, თუ კი ოდესმე გავაცნობთ მსოფლიოს, აჩვენა რა პოტენციალი არის ჩვენში. ბატონ ლევან, ახსენეთ, რომ ვაჟათი პოზიციონირება გვიწევს მთელ მსოფლიოში როგორც ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, ბუნების მგოსანი, ხო? რატომ არ არის ვაჟას ეკრანიზაცია საერთაშორისო კინოინდუსტრიაში, თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ ვაჟა-ფშაველას გაგება ძალიან ძნელი არის და ძნელი წარმოუდგენია. არის კარგი ფილმი, მოიხსენებათ, ქართული, რომელიც მეტნაკლებად მიუახლოვდა მას, თენგიზ ვედრება, მაგრამ ვაჟა-ფშაველას სერიოზული ეკრანიზება, პიესად გადაკეთებაც კი ყოველთვის აწყდება წინააღმდეგობას. თუმცა მე მახსოვს, რომ სტუმარ მასმინძელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემი თვალით მათ ნანახი, ფურორი მოახდინა. იქ უწოდეს დახვეწილობისა და უღრმესი დახვეწილობისა და ველურობის ნაზავი, რომელსაც გენიოსი აჩვენებს. და მოახდინა ფურორი, მაგრამ არ იქნა ეს გამოყენებული. ჩვენ ვერ ვოპერირებთ ამით, არ მარტო ვაჟა-ფშაველს რუსთაველსაც გვიჭირს. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სპეციალური მუშაობისაგან და ამაზე უნდა ეხარჯებოდეს ბევრად მეტი თანხები და ენერგია, ვიდრე ახლა იხარჯება. ის რომ ვაჟა-ფშაველას პოემები გამოვეცით რომელიმე ენაზე, არ არის საკმარისი არც მისი პოპულარობისთვის და არც დადგება დრო, როდესაც მსოფლიო მას თავისთვის აღმოაჩენს. უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება, რომ ცოტა იქნება აქითაც მოიხედონ, იმიტომ ვაჟა-ფშაველა რასაც ამბობს, ის იმდენად წინ არის ასული მრავალი ჭეშმარიტების, ადამიანის უფლებების, სამყაროს გააზრების თვალსაზრისით იმდენად წინ არის, რომ ევროპა დღეს ძლივს ეწევა მის იდეებს და ჩვენზე ლაპარაკიც არ არის. თუმცა ერთ-ერთ ლექციაში, უკაცრავად, ერთ-ერთ ლექციაში აღნიშნეთ, რომ ალუდა ქეთელაურის ვიზუალიზაციისთვის ფელინის კადრე მოიყვანეთ პარალელად. აი რას გულისხმობთ და რომელ კადრზე ასაუბარი ისეც რომ გითხრათ? საუბარი არის კადრზე, როდესაც ვანახევარში თოკით არის ჰაერში კაცი მული და ქვევით ეკაჩებიან მას. საქმე ის არის, რომ ალუდა ქეთელაური არის ისეთი სიმაღლე, რომელიც ვაჟა-ფშაველასთვისაც კი ძალიან მაღალი აღმოჩნდა და საზოგადოებამ იგი არ მიიღო და მისი ჩამოწევა სცადეს და ამის მერე ვაჟა-ფშაველა ამ სიმაღლიდან ჩამოდიოდა. ალუდა ქეთელაური ამბობს, რომ მტრობა საერთოდ არ არსებობს. ამის შემდეგ იტყვის იგი, რომ კი არსებობს მტრობა, მაგრამ მტერიც ადამიანია. ანუ იქ არის ის მიღწევა, რომელიც შორს წავიდა ძალიან, ყველა მოძღვრებაზე შორს წავიდა და მან თქვა, რომ საერთოდ აღარ არის მტრობა, არ შეიძლება ადამიანი ადამიანისგან განსხვავდებოდეს რაიმეთი. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროსაც კი ჰქონდა პრობლემები და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ვაჟა-ფშაველას გააზრებაში რა პრობლემებია, როცა ის ამბობს, რომ არათუ დისკრიმინაცია არ შეიძლება, არამედ არ შეიძლება იმის წარმოქმნა, რომ შენ ცხონდები და სხვა არა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ შენ რამე ტიპის უპირატესობა გაქვს, იმიტომ რომ აქ დაიბადე. და ვაჟა-ფშაველა ამას გვეუბნება მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარ ინიციატივაზე, საკუთარ უპირატესობაზე უნდა ვთქვა თუ არის. ან გვაქვს ეს უპირატესობა, რო არ გვაქვს და პოულობ და ვეძებთ ეს სხვა არის და გვაქვს თითქოს უპირატესობა, რომ მარტო ჩვენ ცხონდებით, მაგრამ ის ამბობს, რომ ამის თქმით ტყუილად ვწარავთ, ეს ასე არ არის
და მუსლიმი ისე წონდება, როგორც არაფერი, ესე იგი გაცილებით უფრო შორს წავიდა, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაეთანხმება დღეს. არც ერთი მოძღვრება არ ეთანხმება ვაჟა-ფშაველას, გარდა ვაჟა-ფშაველასი და გარდა მსოფლიოსი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. როგორც ფილოლოგისგან თქვენი აზრი ძალიან საინტერესო არის ჩემთვის პირადად, როგორ უნდა ისწავლებოდეს ვაჟა-ფშაველას სკოლებში? სწორია თუ არა ავტორის იმიჯის განსაზღვრა თავიდანვე, რომ ის მხოლოდ ბუნების შვილია, წერს მხოლოდ ყვავილებზე, მდინარეზე, არწივზე და ასე შემდეგ? ვაჟა-ფშაველა, რა თქმა უნდა, ბუნების მესაიდუმლეც არის, მაგრამ ეს არის ძალიან უნიშნელო მის შემოქმედებაში გაცილებით უფრო სერიოზულია. ვაჟა-ფშაველა არის ეთოსის, ადამიანის შინაგანი სამყაროს აღწერი უპირველეს ყოვლისა. ბუნება მისთვის მხოლოდ ამის გამომხატველი არის. ის არ არის ეკოლოგი, პოეტი და მწვანე პოეტი, თუ ვინმეს ასე უნდა დახატოს, ეს ასე არ არის და მის ძეგლი რო რქებით და იმით არის წარმოდგენილი, ეგ მართალი არ არის. ის უნდა იყოს წარმოდგენილი თუ ვინმე შეუძლია ადამიანის სულის გამოხატვა და თანასწორობის და ბრძოლის და ვაჟკაცობის იდეის გამოხატვა. ერთი სიტყვა არის მისგან ნათქვამი, რომ სულაც მით ვაქებ ვაჟკაცობას არ იყიდება ფულა და ანუ არ იშოვება ისეთი ღირებულება. ვაჟა-ფშაველა უნდა ისწავლებოდეს უპირველეს ყოვლისა როგორც სოციალური პოეტი, როგორც პოეტი, რომელმაც ადამიანის სულში მიაგნო ყველაფრის გაგების და ყველას პატიების და ყველას თანასწორობის გრანდიოზულ იდეას, ანუ ის უნდა ისწავლებოდეს როგორც ფილოსოფოსი. და ყველანაირი მცდელობა ვაჟა-ფშაველას ჩაკეტვის ამ მთაში, აი ესეთ წინასწარ ქართულმა მთამ, ქართულ ლიტერატურას ვაჟა და ყაზბეგი მისცა, ბარიდან მთიელებს ჩვენი მოკითხვა და სხვა, ეს ყველაფერი უნდა აიგზავნოს უბრალოდ, იმიტომ ვაჟა-ფშაველა მთის და საქართველოს კი არა, სოფლიოს არ ეყოფა პოეტად, მალე სამყაროს პოეტი იქნება, რო გქონდეს ამის უნარი, რომ სხვა სამყაროებს დაველაპარაკოთ. დონ კიხოტთან ერთად ვაჟა-ფშაველასაც შევთავაზებდით, რომ გაეგოთ ვისთანა აქვს საქმე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენოთ, რომ საუბრობდით ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე, მის მნიშვნელობაზე ფილოლოგთან და პროფესორთან ლევან ბერძენიშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მსოფლიოში მომხდარი ახალი ამბები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან.